საღამო მშვიდობისა. თქვენ უყურებთ საინფორმაციო პროგრამა ფაქტს. კვირის მანძილზე განვითარებული სიახლეების შესახებ თამთადოლიძე გიამბობთ. ცვლილებები ქალაქის საგზაო მოძრაობის წესებში. საკრებულოს ბიუროს ხდომაზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მოასფალტების სამუშაოები. ოზურგეთის აგრარული ბაზარი საბოლოო სახეს იძენს. ნაპირსამაგრის სამუშაოები. აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში ქალაქის მდინარის ნაპირზე რკინაბეტონის ჯებირი ჩაისხა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ხდომაზე ის 10 ძირითადი საკითხი განიხილეს, რომელთაც შემდეგ საკრებულოს ხდომაზე უყრიან კენჭს. აღნიშნული საკითხებიდან ძირითადად სასაფლაოების მოვლა პატრონობისა და საგზაო მოძრაობის წესებში შესული ცვლილებები გამოიკვეთა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუროს ხდომამ დისკუსიის ფონზე ჩაიარა 10 განსახილველი საკითხიდან, რომელიც 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას, სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილებების დამატებას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას და სხვა რიგ მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა, დეპუტატებმა განსაკუთრებით 3 საკითხზე იმსჯელეს. მოძრაობის მოწესრიგების მიზნით მივიღოთ დადგენილება ორ ქუჩაზეა საუბარი მოძრაობის გახდეს ერთ ქუჩაზე ცალმხრივი, მეორეზე ორმხრივი და ამასთან კიდე დამატებით ინფრასტრუქტურის კომისიას ჩვენ დავავალებთ ოზურგეთის აიში მთლიანად შეისწავლოს სად არის საწესრიგებელი მოძრაობა, სად აკლია საგზაო ნიშნები და გამოვიტანთ ამის შემდეგ კომისიის დასკვნის შემდეგ საკრებულოზე შემოვა ეს საკითხი. ყველაზე მეტად ალბათ აქტუალური, ალბათ კი არა იქნება აიპებში ვაკანსიები და კონკურსის წესით მიიღებიან. აქ ჩვენ შემოგვაქვს ახალი დებულება, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება ყველასათვის. აღნიშნული საკითხებიდან ერთ-ერთზე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოვლა პატრონობასა და მოსაკრებელის გადახდას ეხებოდა, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს თავიანთი მოსაზრება გააჩნიათ. ბუნებრივია, შენიშვნები ყოველთვის გვაქვს მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. ოღონდ ისეთი მნიშვნელოვანი რომ რაიმე ცვლილებებს შეეხებოდეს ესეთი ჯერჯერობით არა, მხოლოდ ერთი არის სასაფლაოებთან დაკავშირებით საკითხი, რომელსაც ჩვენ ფრაქციას ჩვენი მოსაზრებები გვაქვს და საკრებულოს ხდომაზე უფრო გავახმაურებთ ჩვენს მოსაზრებებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხდომა მომდევნო კვირას გაიმართება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე შარაშაინძემ ოზურგეთის აგრარულ ბაზარში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ოზურგეთის აგრარული ბაზრის დაგეგმილი რეაბილიტაცია თითქმის დასასრულს მიუახლოვდა. ტერიტორიის მოასფალტების სამუშაოები გამგებელმა კოტე შარაშაინძემ მოინახულა. ძალიან მნიშვნელოვანია ოზურგეთის აგრარული ბაზრის ასეთი კეთილმოწყობა, ეს რაც დანაპირები იყო ჩვენი მხრიდან ის სრულდება. საბოლოო სახეს მივიღებთ რამოდენიმე დღეში. ეხლა მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება მთელს ტერიტორიაზე. ამ კეთილმოწყობით უამრავი სამუშაო ადგილი გაჩნდება ამ ტერიტორიაზე. ხალხი, რომელიც ქუჩაში არალეგალურად ვაჭრობს, შეუძლიათ კეთილმოწყობილ ამას გარემოში ივაჭრონ და შესაბამისად მოწესრიგებული სავაჭრო ცენტრი ექნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტს. და დროის რა მონაკვეთი დასრულდა? ამჟამად ყველას მოგწონს. თავარია ვაჭრობა იყოს ჩემი გოგო. ვაჭრობაზეა ყველაფერი ხომა? ამ მოიდაჯექი და არ მივაჭრე. რომ ვაჭრობ ყველაფერი ნორმალური იქნება. სისუფთავესაც მნიშვნელობა. განეშდა. ძალიან დაჟე. ძალიან აი ყველა მეცია რომ სისუფთავე ყველა პირველი რიგშია. ხალხით შემოვა, ჩვენც კმაყოფილი ვიქნები და ყველაფერი ლამაზათა. ვაჭრობაც იქნება. აქ ვიჟექით ისე ველოდებოდი და ახლა რა თქმა უნდა მეტი უფრო შემოვა და ამდვილად კაი იქნება. უკვე თითქმის მზად არის სავაჭრო დახლებიც. ბაზარი სრულ სახეს დაახლოებით ერთ კვირაში მიიღებს. ოზურგეთის აგრარული ბაზრის რეაბილიტაციის პარალელურად ნაპირსამაგრის სამუშაოები მიმდინარეობდა აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში. პრობლემა, რომელიც წლების მანძილზე აწუხებდა აქ მცხოვრებთ და აქვე განლაგებული სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს უკვე მოგვარებულია. აღნიშნულ ტერიტორიაზე უამინდობის დროს ადიდებული მდინარე ნაპირზე გადმოდიოდა ხოლმე. საწყალი დიდება გადმოდიოდა, შემოდიოდა აქ მაღაზიებია, ოჯახებიც არის და შეესწრება კიდე ბეტონის კვეთება ჯებირი. ახლა ვამთავრებთ მიწის სამუშაოებს, ალბათ ერთ კვირაში დამთავრდება სამუშაო. ბეტონის ჯებირები, რომელიც აქ ჩაისხმება, აღნიშნულ პრობლემას გადაწყვეტს. ფორუმ თეატრის სპექტაკლი. ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის თემაზე შექმნილი სპექტაკლის შემდეგ აქტიური დისკუსია გაიმართა. თოვლში ნაპოვნი იები. სპექტაკლის სტუდია ჩარლიმ ოზურგეთის დრამატულ თეატრში წარმოადგინა.
ღვაწლმოსილი პედაგოგებისადმი მიძღვნილი საღამო. ლაითურის საჯარო სკოლამ დამსახურებულ მასწავლებლებს ღონისძიება მიუძღვნა. ლანჩხუთის მედელფას კლინიკაში ხელოვნური სახსრის ოპერაცია, იგივე ენდოპროთეზირება გაკეთდა. აღნიშნული სახის ოპერაცია ლანჩხუთში პირველი შემთხვევაა. ზაირა დობორჯგინიძისთვის ბარძაყის ცulis მოტეხილობა გადაულახავი დაბრკოლება აღმოჩნდა. ოჯახური მდგომარეობის გამო ქალბატონს სხვა ქალაქში წასვლისა და ოპერაციის გაკეთების შესაძლებლობა არ აღმოაჩნდა. მიდიოდი დამისდა ფეხი და მენჯის ზალი გამიწყდა. არ საშუალება მქონდა და აგერ ადგილზე გამიკეთდა აქა ყველა თავზე მევლება. დიაგნოზი ლანჩხუთის მედალფას კლინიკაში ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობის სახელწოდებით დაისვა. პაციენტი შემოვიდა კლინიკაში ტრამვით, რომელსაც გადაუღეთ რენტგენი და ესო დიაგნოზი ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობა. ამის შემდგომ ჩვენს კლინიკაში ჩაერთვენ საქმეში, ასე ვთქვათ, კურნალობის პროცესში ექიმი ტრაუმატოლოგები. პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით მედალფამ ოპერატიულად იმავე დღეს გამოგზავნა ექიმების ჯგუფი ლანჩხუთში. ადგილობრივი და ჩამოსული მედიკოსების ერთობლივი მუშაობის შედეგად ენდოპროთეზირება, იგივე ხელოვნური სახსრის ჩასმა გაკეთდა. აღნიშნული ოპერაცია ლანჩხუთში პირველი შემთხვევა გახლდათ. ხელოვნური სახსრის ენდოპროთეზირების ოპერაცია ჩვენს კლინიკაში ჯერ არ გაკეთებულა. ეს არის პირველი ოპერაცია, გაკეთდა როგორც მწვავე შემთხვევა. პაციენტს არ ჰქონდა ოჯახური პირობები, რომ რაიონიდან გასულიყო. როცა ეს პირობები სადაზღვო კომპანიისთვის ცნობილი გახდა, კლინიკური მედალფას კლინიკური ქსელების გენერალური დირექტორის ბატონი კახი მոխუგულაშვილის და ალფას გენერალური დირექტორის ტატო თოდუას მიერ გადაწყდა ოპერაციის კლინიკაში ჩატარება. ეს დიდი ოპერაცია არის და საჭირო არის წინა საოპერაციო მზადება. დაახლოებით 10-12 საათის განმავლობაში პაციენტი მომზადებული იქნა, ჩამოვიდა ბრიგადა, კლინიკის ქირურგთან ერთად გაკეთდა ეს ოპერაცია. ამჟამად პაციენტი თავს კარგად გრძნობს და შედეგით კმაყოფილი ექიმების მუშაობას აფასებს. ყველა თავზე მევლება ძალიან კმაყოფილი ვარ. და ძალიან ყურადღება. ვინც ხამეს საწყოს დაარსა, დიდი მადლობელი ვარ იმასაც და აგერ მენეჯერ მესტან სულგურაძის მადლობას ვუხდი ძალიან სულ ყველას. ზაირა დობორჯგინიძე კლინიკიდან რამდენიმე დღეში გაეწერება. მედალფაკი საჭიროების შემთხვევაში მსგავსი სახის ოპერაციებს ისევ გააგრძელებს. გორის ახალგაზრდულმა რესურს ცენტრმა პრობაციონერების რესოციალიზაციის პროექტის ფარგლებში რიგით მეორე სპექტაკლი წარმოადგინა. სპექტაკლში მოყვარულების გარდა პროფესიონალი მსახიობებიც იღებდნენ მონაწილეობას. ნუ თუ ეს არის ჩემი ბოლო. ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იქნა ნაჩვენები. რეალობა, რომელსაც ციხიდან გამოსული ადამიანი ეჯახება. ცხოვრების წესის შეცვლის სურვილი და ახალი ურთიერთობები, რომელსაც სამწუხაროდ ისევ კრიმინალური მენტალიტეტი გადასძლევს. სპექტაკლი სწორედ აღნიშნულ დილემას ეძღვნებოდა. წარმოდგენის შემდეგ აქტიური დისკუსია გაიმართა. რა როლს ასრულებს საზოგადოება პირობით მსჯავრდებულებისა თუ ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციასა და ცხოვრების წესის შეცვლაში? საცდება საზოგადოება, რომელი როლი უფრო ამართლებს მსაჯულის განზე მდგომისა თუ დახმარების ხელის გაწვდენას ჯობს. ამ თემებზე შეკრებილმა საზოგადოებამ ბევრი იმსჯელა. დამსწრეების პოზიციებისამებრ იცვლებოდა სპექტაკლის მიზანსცენები და დიალოგები და წარმოდგენის პერსონაჟი მაყურებელი რამდენჯერმე გახდა. ჩვენი ორგანიზაცია ფორუმ თეატრის სპექტაკლებით დაკავებულია, სადღაც 2004 წლიდან ეს აქტიურად იყენებს აი ამ მეთოდს, ხერხს სხვადასხვა პროექტში და მიზნად ისახავს ზუსტად საზოგადოების აზრის, საზოგადოების დამოკიდებულების, ცნობიერების, ქცევის შეცვლა სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. პროექტი პირობით მსჯავრდებულებისა და ყოფილი პატიმრების რესოციალიზაცია და განვითარების ხელშეწყობა ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. სტუდია ჩარლი მოზურგეთის დრამატულ თეატრში საბავშვო სპექტაკლი თოლში ნაპოვნი იები აჩვენა. წარმოდგენამ პატარა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. სადღესასწაულო სცენა, ფერადი დეკორაციები და ზღაპრის ყველა პერსონაჟი ერთ სპექტაკლში. თოლში ნაპოვნი იებით სტუდია ჩარლი მაყურებელს საახალწლო განწყობა კიდევ ერთხელ დაუბრუნა. ფიფქია, სანტა კლაუსი და ბავშვებისთვის საყვარელი კიდევ ბევრი გმირი ბოროტების წინააღმდეგ გაერთიანდა.
მხიარულმა მუსიკამ, სიმღერამ და ქორეოგრაფიულმა ნომრებმა პატარა მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია. მომეწონა ეს სპექტაკლი, იმიტომ რომ ყველაზე მრავალფეროვანი იყო და ისა ძალიან ლამაზი იყო მოწყობილობა და საერთოდ ყველაფერი კარგი იყო. მომეწონა დღევანდელი ჩვენი გამოსვლა. როცა ძლია კეთილმანდა არსება მისი გრძელია, რა თქმა უნდა, სიკეთეს გაუმარჯოს ამ ქვეყანაზე და ჩვენი პატარა მაყურებელი რომ გაგვეხარებინა კიდევ ერთხელ წარმოვადგინეთ ურჩხული სკილა, რომელიც ებრძოდა ამ ზღაპრის გმირებს და რა თქმა უნდა სიკეთემ გაიმარჯვა კეთილმა ფერიამ და ყველა ზღაპრის გმირმა ერთხელ კიდევ იმოგზაურეთ ზღაპრულ სამყაროში. სპექტაკლი, რომელიც საახალწლოდ უნდა გამართულიყო ობიექტური მიზეზების გამო შეფერხდა. თოვლში ნაპოვნი იები თებერვალში სწორედ ამიტომ იქნა წარმოდგენილი. დაბა ლაითურის საჯარო სკოლამ ღვაწლმოსილ პედაგოგებს შემოქმედებითი საღამო მიუძღვნა. თბილი სიტყვებით გაჯერებული პატარა ლამაზი საღამო იმ ადამიანებს ეძღვნებოდათ, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში არაერთი თაობა აღეზარდათ. მე ძალიან დიდ მადლობას მოახსენებ ჩემ მასწავლებლებს, ჩემ პროკავშირის თავმჯდომარეს, ჩემ ბავშვებს, რომ ასეთი გაცილება მომიწვეს და ასეთი სიტყვები, თბილი სიტყვები, ასეთი კარგი სიტყვები რომ გამაყოლეს. დიდი მადლობელი ვარ. პენსიაზე გასულ დამსახურებულ პედაგოგებს საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელებმა სამახსოვროდ საჩუქრები გადასცეს. პროფესიული კავშირი ყოველთვის პედაგოგების გვერდით დგას და შევეცდებით რომ ეს ლამაზი ღონისძიებები ჩვენ დაწყებული გვაქვს აქცია იმისა რომ მოვინახულოთ ყველა ის ადამიანი რომლებსაც არ შესწევს ძალა მოვიდეს ჩვენთან შეხვედრაზე და მივდივართ უკვე 10 ოჯახში ვიყავით და ვაგრძელებთ ამ ღონისძიებას. ძალიან დიდი მადლობელები არიან. პედაგოგებმა თბილი სიტყვებით გაიხსენეს მათი ღვაწლი, რომელიც თაობების აღზრდას მიეძღვნა და დამსწრეს საზოგადოებას მეოთხე კლასელების მიერ მომზადებული პატარა ლამაზი ღონისძიება წარმოუდგინეს. ღვაწლმოსილი პედაგოგების გაცილება მინდოდა სულით დაგულით, როგორც ამ სკოლის პროფკავშირის თავმჯდომარეს. ჩავთე ქალბატონი როზა გოგოაძე, ქალბატონი ლელა იმედაშვილი, ნანიკო ნაცვალაძე, რომლებიც სტუმრად ყავდნენ. და რა ვიცი, ყველანაირი სიყვარული ჩავახსოვე ჩემ პატარების მიმართ, ღვაწლმოსილი პედაგოგების მიმართ და მემსახურებით ჩემს საქმეს დიდი სიყვარული. დამსახურებული პედაგოგებისადმი მიძღვნილი საღამო, რომელიც დაბა ლაითურში გაიმართა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში უკვე მე-10 ღონისძიება იყო და სხვადასხვა სკოლებში კვლავ გაგრძელდება. ახლა კი ჩვენს ეთერში ტრადიციულად ამინდის პროგნოზის დროა. ოზურგეთში შაბათს უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება მოსალოდნელი, თუმცა ტემპერატურა მაღალი 9-დან 19 გრადუსამდე იქნება მოსალოდნელი. კვირა წვიმიანი იქნება, ტემპერატურა 7-დან 11 გრადუსამდე დაფიქსირდება. ლანჩხუთში ასევე ოზურგეთის მსგავსად უმეტესად ღრუბლიანი იქნება ამინდი, ტემპერატურა 10-დან 21 გრადუსამდე იქნება მოსალოდნელი. კვირას ასევე წვიმა იქნება ლანჩხუთშიც, ტემპერატურა 7-დან 12 გრადუსამდე დაიწევს. რაც შეეხება ჩოხატაურშიც ასევე უმეტესად ღრუბლიანი ამინდი გველოდება შაბათისთვის, ტემპერატურა აქაც მაღალი 9-დან 20 გრადუსამდე იქნება მოსალოდნელი. იწვიმებს კვირა დღეს, ტემპერატურა 7-დან 11 გრადუსამდე დაფიქსირდება. ეს გახლდათ ბოლო ინფორმაცია დღეისთვის, მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.